მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მეექვსე დავალების ფარგლებში კვლავ ილია ჭავჭავაძის გლახის ამბობიდან მოძღვარს და ეს არის უკვე ბოლო დავალება ამ თემის გარშემო და იმედი მაქვს რომ ძალიან კარგად შეითვისეთ და გაიგეთ როგორი დიდი რამის მატარებელი არის ეს ნაწარმოები და რას გვეუბნება ილია ჭავჭავაძე ამ ყველაფრით. პირველი საკითხი. მღვდელი პეტრეს მშვიდად უსმენს, ყველაფერს ათქმევინებს და მასთან საკამათოდ ემზადება. ის მას მიმართავს, ჭყალები გაიხსნა. მე მესმის, ჭკვიანო პეტრევ, შენი გულის ვითარება. მე მუზიარე ვარ შენი გულის ტკივილისა. შენ გუთანი გირჩევნია წიგნსა, იმიტომ რომ გუთანი დღეს პურს გაჭმევს. ჭყალები დაიხურა. მღვდელი კამათის განსაკუთრებულ კულტურას ავლენს. კერძოდ, კამათის წინ პეტრეს არგუმენტს უბათილებს, ბ თანაუგრძნობს, გ აქილიკებს, դ ანამუსებს. სწორი პასუხი მონიშნეთ პირველი საკითხის გასწვრივ. მეორე საკითხი. როგორ დააგროვა პეტრემ ცოდნა, რომლიცაც თავის საქმეს აკეთებს? ერთხელ წაიკითხა და სამუდამოდ დაიმახსოვრა, ბ ზეგარდმოძალამ დაასწავლა, გ სხვებისა და პირადი გამოცდილებით დააგროვა, д ყველაფერი ერთი გამრჯე მეურნისგან ისწავლა. სწორი პასუხი მონიშნეთ მეორე საკითხის გასწვრივ. მესამე საკითხი. მღვდელი პეტრეს წიგნის მნიშვნელობას ისე განუმარტავს, რომ წიგნს არც კი ახსენებს. ჭყალები გაიხსნა. მე რომ გაჩვენო იმისთან არამე, მთელი ქვეყნის ოსტატობა, ჭკვიანი კაცების ნაცადი, ცოდნა თუ მოინდომებ, სულ მუდამ ხელთ გქონდეს. ერთი სიტყვით, რომელ ჭკვიან კაცთანაც გინდა, შორიდანვე დაგალაპარაკო. რა სიტყვი? წიგნის რომელ მნიშვნელობაზე ამახვილებს მღვდელი ყურადღებას? ესთეტიკურზე, ბ პრაქტიკულზე, გ გასართობზე, д მსოფლმხედველობრივზე. კიდევ ერთხელ წაკითხავთ ამ რაღაც არ გამომივიდა კარგად. მღვდელი პეტრეს წიგნის მნიშვნელობას ისე განუმარტავს, რომ წიგნს არც კი ახსენებს და ჭყალები გაიხსნა. მე რომ გაჩვენო იმისთან არამე, მთელი ქვეყნის ოსტატობა, ჭკვიანი კაცების ნაცადი, ცოდნა თუ მოინდომებ, სულ მუდამ ხელთ გქონდეს. ერთი სიტყვით, რომელ ჭკვიან კაცთანაც გინდა, შორიდანვე დაგალაპარაკო. რა სიტყვი? და ამის პასუხები იყო. ანუ წიგნის რომელ მნიშვნელობაზე ამახვილებს მღვდელი ყურადღებას და პასუხები იყო ა ესთეტიკურზე, ბ პრაქტიკულზე, გ გასართობზე, д მსოფლმხედველობრივზე. და სწორი პასუხი მონიშნეთ მესამე საკითხის გასწვრივ. მეოთხე საკითხი. რა შემთხვევაში იქნებოდა პეტრე, როგორც თვითონ ამბობს, წყალში გადასაგდები? ზარმაცი რომ ყოფილიყო, ბ წიგნის ფასი რომ არ სცოდნოდა, გ გულისყური რომ არ ჰქონოდა, д საქმისთვის საჭირო ცოდნა რომ არ ჰქონოდა. სწორი პასუხი მონიშნეთ მეოთხე საკითხის გასწვრივ. მეხუთე საკითხი. ილია ჭავჭავაძე წიგნის მნიშვნელობის მღვდლისეულ განმარტების გამოწერს. გავხსენით ჭყალი. მე რომ ეს გავიგონე, სწორად მოგახსენოთ. თავიდან ფეხებამდე ჟრჟოლამ გამიარა. არ ვიცი კი რად. ეს კი ვიცი, რომ ჩემ გარდა სხვასაც ეგ დაემართა. ხალს თითქოს მზემ დაჰკრაო, სახე გაუნათლდა. ჭყალები დაიხურა. რა ზემოქმედებს საზოგადოებაზე? მღვდლის ავტორიტეტი, ბ პეტრეს გულწრფელობა, გ წიგნის მნიშვნელობის გააზრება, д
თავდაჭერილობა და ურთიერთპატივისცემა, რომელთაც პეტრე და მღვდელი მსჯელობისას ავლენენ. სწორი პასუხი მონიშნეთ მეხუთე საკითხის გასწვრივ. მეექვსე საკითხი. გაიხსენეთ, რას უწოდებს აღტაცებული პეტრე მღვდელს? ა. ღვთისკაცს, ბ. გონიერთა მწვრთნელს, გ. წყვდიაჩი ანთებულ სანთელს, д. უგუნურთა გულთა მგმირავს. სწორი პასუხი მონიშნეთ მეექვსე საკითხის გასწვრივ. მეშვიდე საკითხი. მღვდლის მსჯელობით აღტაცებულმა პეტრემ შვილს უთხრა. ჭყალი გავხსენით. შვილო, ეს დღე დაიხსომე. ეს დღე მე და შენთვის მზიანი დღეა. ჭყალები დაიხურა. რას აღიარებს პეტრე? ა. ცნობიერებაში მომხდარ გარდატეხას, ბ. საზოგადოების პატივისცემას, გ. სიკეთის ძლევა მოსილებას, д. პირად უმწეობას. სწორი პასუხი მონიშნეთ მეშვიდე საკითხის გასწვრივ და ამ დავალების ფარგლებში ბოლო მერვე საკითხი. რა არის ტექსტის მთავარი მიზანი? ა. გლეხკაცობის უმძიმესი მდგომარეობის ჩვენება, ბ. ეკლესიის როლის ჩვენება, გ. ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულების ჩვენება და д. წიგნის მნიშვნელობის გააზრება. სწორი პასუხი მონიშნეთ მერვე საკითხის გასწვრივ. მოკლედ, სულ ეს იყო ამ თემის ფარგლებში პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე დავალებები. ვთხოვთ შეასრულოთ ეს დავალებები და გამომიგზავნოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ველოდები კარგად შესრულებულ დავალებებს. ნახვამდის.